ჩვენ ვიმყოფებით ახალ ლეჩხუმში, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში, მხარეს, რომელსაც არ აკლია არც კლიმატი, არ აკლია არც ბუნება, არ აკლია არც მთა, არც ტბა, არც ღვინო, არც ხილი, არ აკლია არც მინერალური წყლები, არ აკლია არც პატრიოტი ადამიანები. ერთადერთი რაც აკლია ამ ულამაზეს მხარეს, ეს არის ყურადღება. სამწუხაროდ ქართული ოცნების მხრიდან ყველაზე მივიწყებული მხარი არის ეს, არადა ყველაზე ულამაზესი მხარი არის. აქვს ყველაზე დიდი რესურსი და პოტენციალი იყოს საუკეთესო ერთ-ერთი ტურისტული ბიზნესულობის ცენტრი. ეხლა როგორ შეიძლება მურის ციხეს, სოფელ ლაილას, ლაშიჭალას არ ყავდეს ტურისტი, თანაც ძალიან ბევრი ტურისტი. როგორ შეიძლება უნიკალური ღვინო ტვიში და უსახელაურო არ იყოს გატანილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირის ბაზარზე. უნიკალური ღვინოა, ღვინო, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ფრანგულ და პორტუგალიურ ღვინოებს და რამდენიმე ათეული დოლარი ღირდეს. ეს პოტენციალი აქ არსებობს. ბუნებრივი მოცემულობა არის, ბუნებრივი სიმდიდრე არსებობს. ყველა თვალსაზრისით, უბრალოდ ნება არის საჭირო და ამ ნებას სჭირდება რეალიზება. ჯერ ეს ნება უნდა არსებობდეს და როდესაც ნება არ არსებობს, ბუნებრივია ნება ვერ ახსულება. შესაბამისად, 26 ოქტომბერს ცვლილებები აისახება მათ შორის ამ ულამაზეს მხარეზე, ცაგერზე, ლეჩხუმზე. სიმდიდრე აქ შემოსასვლელი. სიმდიდრე უნდა შემოვიდეს და აქ არათუ ღარიბი ადამიანი არ უნდა ცხოვრობდეს, ყველაზე მდიდარი ადამიანები უნდა ცხოვრობდნენ. ეხლა წარმოიდგინეთ ქუთაისი, ლეჩხუმი, უშგული, მესტიის დამაკავშირებელი გზა შესაძლებელია გაკეთდეს, მაგრამ არ კეთდება. ასეთი გზის არსებობის შემთხვევაში თბილისიდან წამოსული ტურისტი სვანეთში მოხვდება იმაზე ადრე, ვიდრე დღეს ხდება. 2 საათით შემცირდება გზა თბილისიდან მომავალი ტურისტისთვის. ეს ხო უდიდესი შვება არის. სამწუხაროდ აღმოსავლეთ საქართველოში აბსოლუტური უმრავლესობა ქართველებისა ნამყოფიც კი არ არის ლეჩხუმში. აი ამ მხარეში მე ჩემი გამოცდილებით ვიცი, ჩემს გარშემო უამრავ ადამიანს ერთხელაც არ აქვს აქაურობა ნანახი. შესაბამისად, ცვლილებები თუ ვინმე სჭირდება ლეჩხუმს, სჭირდება ცაგერს, სჭირდება ამ ბუნებას, სჭირდება აი ამ ულამაზეს გარემოსა და კლიმატს.